მხარის აღსრულების და აქციის მონაწილეების სამაგალითო დასჯის პროცესს ქართული ოცნება აგრძელებს. დაკავებულია კიდევ 12 დემონსტრანტი. ისინი გუშინ დღის ბოლოს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში დააპატიმრეს. ამჟამად თბილისის იზოლატორებში არიან. დაკავებულებს შორის ბათუმის აქციების მედროშეს სახელი ცნობილი ზურაბ ჭავჭანიძეც არის. მათაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას ედავებიან. ჯამში გისოსებს მიღმა 4 ოქტომბრის აქციის 35 მონაწილეა. ნანო ჩაკვეტაძე მუშაობს დღესაც ამ თემაზე და ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ნანო, გითხარი, რა ხდება იზოლატორებთან, რა ინფორმაციის გარკვევა შეძელია ამ დროისთვის ახალი დაკავებულების შესახებ? კეთი, დავიწყოთ ბოლო ცნობებით. შინაგან საქმეთა სამინისტრომ სულ ცოტა ხნის წინ გაავრცელა ინფორმაცია კიდევ ერთ დაკავებულთან დაკავშირებით, როგორც ირკვევა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებიდან, დაკავებულია მოქალაქე ინიციალებით GK, ისიც 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციების მონაწილეა. მოქალაქეები, სამოქალაქო აქტივისტები, უფლებადამცველები ამ ინიციალების გაშიფრვასა და მოქალაქის იდენტიფიცირებას ამ დრომდე ცდილობენ და მას შემდეგ რაც გვეცოდინება კიდევ ერთ დაკავებულთან დაკავშირებით აზუსტებით დეტალები, რა თქმა უნდა, ამას მოუყვებით მაყურებელს. იქამდე კი გეტყვით, რომ გამოდის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მხოლოდ 4 დღეში, 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 36 მოქალაქე დააკავა. 36 მოქალაქიდან 13 ბრალდებული კი გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოში ორმა მოსამართლემ ერთმანეთის მიყოლებით გაუშვა პატიმრობაში. შემდეგი სასამართლო პროცესი ამ ადამიანების უკვე ჩანიშნულია 27 ნოემბერს, იქამდე კი ისინი დარჩებიან პატიმრობაში. გუშინ ასევე საღამოს საათებში ტრადიციულად, როგორც ეს ხდება ბოლო დღეების განმავლობაში, შინაგან საქმეთა მინისტრის გელა გელაძის მოადგილემ ბრიფინგი გამართა, სადაც საზოგადოებას აცნობა კიდევ 12 დაკავებულის შესახებ. მათი უმრავლესობა რამდენიმე მოქალაქის გარდა უკვე იდენტიფიცირებული ხავთ უფლებადამცველებს. ისინი 2 იზოლატორში არიან ძირითადად გადანაწილებულები და რადგან, როგორც ამას ადვოკატები ამბობენ, იზოლატორებში პრაქტიკულად აღარ არის ადგილები, რამდენიმე მათგანი რჩება ეგრეთ წოდებული მოდულის შენობაში. ისინი ელიან ამ დრომდე პროკურატურის მხრიდან ბრალის ოფიციალურად წარდგენას და როგორც უფლებადამცველები გვეუბნებიან და გამომძიებლები აწვდიან მათ ინფორმაციას, დღის განმავლობაში მათ ბრალს ოფიციალურად წაუყენებენ. ხოლო რაც შეეხება იმ 5 პირს, რომელიც 3 დღის წინ ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრომ აიყვანა როგორც დედაქალაქში, ასევე დედაქალაქის მიღმა რეგიონებში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, ასევე ელის ბრალის ოფიციალურად წარდგენას. ამ წუთებში უფლებადამცველები შესულები არიან იზოლატორებში. ჩვენთვის კი ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე წუთის წინ ბათუმელ მედროშეთ ცნობილ 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციისა და არა მარტო 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის აქტიურ მონაწილეს ზურა ჭავჭანიძეს ბრალი უკვე ოფიციალურად წარუდგინეს, როგორც ყველას 4 ოქტომბრის საქმეზე ზურა ჭავჭანიძესაც ბათუმელ მედროშეს ედავებიან ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას. ზურაბ ჭავჭანიძეს ედავებიან ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაზე, ასევე სტრატეგიული ობიექტების ხელში ჩაგდების მიზნით ჯგუფურად, რაც საშელი სახის და ზომად ითვალისწინებს გამასწორებელ სამუშაოს, ასევე 2-დან 4 წლამდე, ხოლო 225 მუხლის მეორე ნაწილი 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. თუმცა ზურაბ ჭავჭანიძე არ დაეთანხმა აღნიშნულ ბრალს და ამ შემთხვევაში ის იძახის, რომ არანაირ ძალადობას ადგილი არ ქონია და განზრახვაც არ ქონია, რომ ვინმეზე ეძალა და პირიქით მოუწოდებდა, რომ ძალადობრივი ქმედებას თუ ვინმე ახორციელებდა შეეწყვიტათ და შესაბამისად რომ ეს არ იყო ეთიკური ფორმა, თუმცა ჯერჯერობით ბრალდების მხარის მიერ გადმოცემული მტკიცებულებები არ გვაქვს, შესაბამისად გავეცნობთ მტკიცებულებებს და ამის შემდგომ უკვე სასამართლოში დავაფიქსირებთ ოფიციალურად პოზიციას. ხმეთქოსნობს თავს შემართებით არის უშუალოდ დაკავების მომენტში ფიზიკური ძალადობას ადგილი არ ქონია, გარდა სიტყვის შეურაცხყოფისა და დამცირებისა მისი და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სიმსივნე აქვს გადატანილი 3 წლის წინ დაახლოებით დაუდგინდა. სიმსივნე პერიოდულ შემოწმებას იტარებს წელიწადში დაახლოებით 6 ჯერ ყოველ 2 თვეში ერთხელ უწევს ხოლმე ექიმთან ვიზიტი და პერიოდული შემოწმებები მუდმივ მედიკამენტებზე ზის, შესაბამისად მკაცრ დიეტასაც იცავს, ამიტომაც მისი იქ დარჩენა დიდი ხნის განმავლობაში საკმაოდ რთული იქნება. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ 17 მოქალაქეს ბრალს მომდევნო რამდენიმე საათში წარუდგენენ, მას შემდეგ რაც გამომძიებლები მოვლენ უკვე იზოლატორებში და ბრალის ოფიციალურად წარდგენაც მოხდება. ამის შემდეგ უკვე თბილისის საქალაქო სასამართლოში სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში მათი სასამართლო პროცესებით ჩაინიშნება.